და გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც დაახლოებით 2 წელია მუზეუმის მეგობარია. ეს გახლავთ ბატონი კოტე კობახიძე, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში მუზეუმს რამოდენიმე ეთნოგრაფიული ნივთი შემოწირა. ბატონი კოტე დღეს მობრძანდა და საჩუქრად გადმოგვცა თავის ხელით შექმნილი შეკერილ მოქარგული თამარ მეფის კაბის ასლი. დამერწმუნებით, რომ ულამაზესია, საოცრად შთამბეჭდავია და ერთი შეხედვითაც ჩანს თუ რაოდენ დიდი შრომა აქვს ჩახსოვილი ამ კაბის შექმნაში ბატონ კოტეს. აი ეს სამოსი მუზეუმის ექსპონატებს შორის დაიდებს ბინას და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსობრივი და ემოციური დატვირთვა ექნება და განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისათვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კოტეს, უსურვო წარმატებები თავის საქმიანობაში და გადავცე მადლობის სიგელი სამუზეუმო ფონდის ეთნოგრაფიული მასალებით გამდიდრებისათვის. ეს არის პირველი შემოქმედება ჩემი, რომელიც გავაკეთე და მოვუტანე მუზეუმს. და მე გადავწყვიტე და ვიფიქრე, რომ რატომაც არა, კარგი იქნებოდა, რომ შევექმნე ეს თამარ მეფის სამოსი. ჩემს შვილს ჰქონდა დღესასწაული, აი თამარობის ზეიმი სკოლაში და მინდოდა რა ისურვილი ქონდა, რომ შეგვეკერა. და აქედან დაიწყო ყველაფერი და ერთი კაბა შევკერე, ეს მეორე ის არის, მინდოდა მუზეუმისთვის, რომ გადამეცა ჩემს სახელზე, რომ ქონებოდა მუზეუმს. შრომატევადი კი არის ნამდვილად, კი ძალიან ფაქიზი გასაკეთებელი არის, აი სუფთად უნდა გააკეთო. ძალიან ბევრს მოეწონათ, გავაკეთე ანსამბლ ძმებისთვის სამი გავაფორმე სამაისკაბა და რა ვიცი, ბევრს მოუწონს. და ყველა საინტერესებს და ყველა მეკითხება, რომ აი თუ არაფერი გაქვს დამთავრებული, როგორ შექმენი და როგორ გააკეთე და სიამოვნებაში არაფერი არ მაქვს, რა ვიცი. ასეთი მუზა მომივიდა და რა ვიცი, ვფიქრობ, მაქვს სურვილი, რომ კიდევ დაამშვენებს აი დავით აღმაშენებლის სამოსი. ჩემთვის უდიდესი პატივია მამის მიერ შექმნილი სამოსი რომ ამშვენებს დღეს და ვიმედოვნებ, რომ ეს სამოსი თითოეულ ჩვენგანს და თითოეულ მნახველს შეახსენებს, რამდენად მდიდარი და უნიკალურია ჩვენი კულტურა და როცა ვფიქრობდით ეს სამოსი სად უნდა წაგვეღო, გადავწყვეტეთ, რომ საუკეთესო ადგილი იქნება მუზეუმი, რადგან თითოეულმა მნახველმა შეძლოს მისი ნახვა, შეფასება და გაცნობიერება ჩვენ ქართველ ერს, როგორი კულტურა გვაქვს. დღესდღეობით ვარ მოცეკვავე და ვარ ქორეოგრაფი და ჩემთვის უდიდესი პატივია აქ ყოფნა და ეროვნული სამოსის ტარება, რაც რა ვიცი, მიამაყება და ვისარგებლებ ამ მომენტით და მამაჩემს მადლობას გადავუხდი იმისთვის, რასაც აკეთებს დღემდე ჩემთვის.